მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მართალია ცივი ზამთარი გვაქვს, მაგრამ სპორტული. ბაკურიანის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს მასპინძლობს. ჩვენმა მოციქურავე გოგონამ ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. და ისეთი წარმატებით გამოდიან ჩვენი სპორტსმენები, რომ გადაცემის ბოლომდე შეიძლება დაგვემატოს კიდეც მედლები. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოციქურავე ინგა გურგენიძემ ყველა მეტოქე მოასრიალა. არადა მეც მქონდა შანსი და გული მწყდება. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქრო რო ვერ ავიღე. რაჩა კომპანიის სარა ბარსელონა სადმონაწილეობდა კაცი. არა მედალი იდო ჩემთან ახლოს და ვერ მივწვდი რო ამეხო არა და აი დიდი მედალი აიღე თურმე ბიჭო. სულელი რო ხარ 92 წელია ვინ გეტყვის რამეს? არავინ 90-იან წლებზე გამახსენდა ჩემო ნიკოლოზ გამოდის რომ ნუგზა ერგემლიძეს ამ ფესტივალის საუნდტრეკი თეთრი რელსები მთიდან ვეშვები კაი 30-40 წლის წინათ აქ დაწერილი და ნამღერი. კი ბატონო. გამოდის რომ დაახლოებით 40 წლის წინ ბატონი ნუგზა ერგემლიძე ზრუნავდა ჩვენს კარგ განწყობაზე. და დღეს უკვე ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და კაიფის განწყობაზე გვაღერებს გზაურელები და გიორგი შოშიკაშვილი. რადგან სპორტი დავიწყეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რაგბის ნაკრები კიდევ ერთხელ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ვილოცავ. და რაც თავარია რეიტინგში მე-11 ადგილზე ავიწიეთ და თვით უელსს გავასწარით. რაც ყველას ძალიან უხარია. კი ბატონო, აბა უელსელებს კითხე თუ უხარიათ? კითხე? ნუ ახლა ყველას თლად არა. ბოლო მატჩი ესპანეთი დავამარცხეთ, თანაც იმდენი ქულით მოუგეთ ესპანელებს რაგბი, რომ ფეხბურთის რევანშიც გამოვიდა. ევრო 24-ზე რო გამოგვაგდეს რაგის გამო. ისე სწრაფად დარბოდნენ ჩვენები ესპანელებმა საცუთხეს კარგად გადათვალეთ მგონი მეტნი არიან ეგენია. მოკლედ ესპანეთის საშილად ჰოლანდია უბედურად და შვეიცარია ჯიგრულად დავამარცხეთ. რითაც საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ რაგბი ჩვენი თამაშია. არა ეს ახლა ხუმრობა არ იყო, უბრალოდ სიმართლე ვთქვი. კი ბატონო. ახლა მეც გეტყვით ერთ სიმართლეს. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მართალია. მადრიდის რეალის ფეხბურთელი ფრან გარსია ცოლს გაშორდა და ცოლად სიდედრი მოიყვანა. მოიცა რეებში ძახი ითერა მარგარიგობს. აბა იმე გავგიჟდები. ესე თქო ანუ ახლა სიდედრთან ძინავს და ცოლს ეძახის გვერდს. დაახლოებით მასე გამოდის შეოპატა. თავიდან გავიფიქრე, ეს ხო არ გაგიჟდა თქო, მაგრამ სიდედრის ფოტო რო ვნახე არა გაგიჟებული. მე მესმის გარსიას. მაჩვენით რა ეს ფოტო ხო შეიძლება. ეს არის ხო? ესაა სიდედრი. სათქონა თვალები აქ გამია, მას ვერ გაგია. შვენი რომ მოყავდა ცუდად რა კანია. ჩემი აზრით აი სიდედრი, აი. ჩემი აზრით სიდედრი რატომ აიყვანა? რა კანია ბიჭო? მაცალე. არ ქონია ჯერ გორწილი და დაგმადიჟევა მოჩვენოთ ასიდედრები შეიძლება არცებობდნენ. რა კანია მართლა. მოდი თავიდან ვიტყვი ამას. მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ისე მოეწონა, მაგრამ სიდედრი თავიდან უნდა. არა, ნუ ეხა ხო მართლა მაგარი ქალია. ასლა ბარაკო კაცო. ეგ ერთი ნაკლია ქვითონ სიდედრი იყო. საღად არის სიდედრი. გამოასწორა, მოკლედ 100-ია ჩემო ბატონო. კი, გადასარევია. მოკლედ ახლა გავაგრძელოთ საუბარი. ჩემი აზრით სიდედრი რატომ მოიყვანა თუ იცი ცოლად? აბა რატომ? ეთყობა. მე კი ვიცი რატომ მოიყვანა, მაგრამ ვაიც. ეთყობა აბრაზებდა ცოლი და ამან შენი ასე და ისეო. კი არ უთხრა, პირდაპირ შეასრულა. შეუსრულა და კარგი ქორწილიც გადაიხადეს. თანაც
რაც ეს იყო ერთადერთი ქორწილი, სადაც სიდედრი რძალს არაფერს არ უწუნებდა. ორივე თვითონ იყო და რა ვიცი. აი ახლა რა გამოდის, ესე იგი, შეხედე სიდედრის და ფრან გარსიას რომ შვილი ეყოლებათ, ის ბავშვი იქნება გარსიას ყოფილი ცოლის დაც და გერიც. ხოლო მანამდე თუ შვილი ყავთ გარსიას და პირველ ცოლს, ის გამოდის სიდედრის შვილიშვილის და გერიც. მოკლედ ზართულად არის საქმე, ჩემო მეგობრებო, მაგრამ კაი სერიალის მასალაა დამერწმუნებით ალბათ. კი ბატონო, მაგრამ ახდება იცი აქამდე სიდედრის ხსენებაზე თუ გინება მინდებოდა, ეხლა გამაჟურჟოლებს. როგორ განვითარდება მოვლენები გარსიების ოჯახში სეზონის ბოლოს შეგატყობინებთ. ხო, არ ავჩქარდეთ, დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, შეიძლება ცოლისდაც დაიმატოს. გაგიგვირდება და საქართველოსთან ერთად ამერიკაც განაგრძობს ტექნოლოგიურ წისვლას. აშშ-მ 100,000 ჰუმანოიდი რობოტის შექმნას გეგმავს. რო კითხო დემოკრატიული ქვეყანა და ამ დროს მექსიკელებს რობოტები ურჩევიათ. აი რა არის ხლა ეს? მართალ უჭკუოდაც აკეთებენ. რობოტების გამრავლების პროგრამები შეიმუშავონ და მერე 10 წელიწადს რო შექმნან. თავის გახდებიან მალე 100,000. კი ბატონო, ისე შენ რომ გაჩიქრონ ერთი რობოტი, აი გაში გამოიყენებდი. დედალი თუ მამა? იდიო ხერი კაცი ხარ. ჩამასივდი გარსიას სიდედრზე და აგერ რობოტზე რას მეკითხები? აგერ აღულება გარსიას სიდედრი ხალხე. რობოტი მყავდეს და ისიც მამალი იყო. კაი იყოს დედალი, რას იზავდი? უზავდი არა, რას იზავდი? ერთ რობოტურა შენ მოგცემდი. რო დაყრიდა რობოტურა. ჩვენთან არ იმუშავებს ამას, რომ ქართველი დიასახლისის საქმე დაავალო, გადაიწვება მეორე დღესვე. ისე რა მაგარია რობოტი რომ მიწევლება. დაიწვა შემი დაპროგრამების საათი. მაინც ჩამოვლენ ეგ რობოტები ჩვენთან და იმედია ესენის დანაძირები და დამპრობლები არ ჩამოვლენ. ან იქნებ მასეთები ჯობდეს, თორე დაგვტოვებენ ეგენი უმუშავა პრობლემა. სადაც რობოტია, იქვია მასკი და სადაც მასკია, იქვია ტრამპიც. ხო და ტრამპს სურს ღაზას სექტორი შეიძინოს. ასევე უნდა კუნძული გრენლანდიაც, ხოლო კანადას ამერიკის შტატობა შესთავაზ. მოკლედ იმდენი რამის შეძენა უნდა ბარათით რო გადაიხადოს. მარტო ამის პლუს ქულებით მოუვა კიდე 1-2 კუნძული. კი ბატონო, ესია. ხო და სანამ გრენლანდია და კანადა ფიქრობენ, ტრამპი ღაზას სექტორს მიადგა, რამდენში მომცემთო. პალესტინელებმა ისრაელს კითხეთო, ტრამპა უპასუხა, ებრაელებთან ფულზე ლაპარაკი რომ დომოდა, თქვენ კი არ მოგადგებოდით თოკაც. მელანია ტრამპმა დონალდს უსაყვედურა. ღაზას სექტორი რაჯანდაბად მინდა. მე სველი წერტილების გაკეთება გთხოვეთ, ცხელი წერტილების კი არ ვითხოვია. ისე კაი გაცდა. იყიდის ცივ გრენლანდიას, ცხელ ღაზას სექტორს გადააზავებს და კაი ჩვენნაირი კლიმატიანი ახალი შტატი გამოუვა. მოკლედ ეს ტრამპი ქვეყნებს ისე ყიდულობს, გეგონება რესტორნის მენიუდან მიჩნევს. რატომ გიყვის ნიკა ესა? მსოფლიო ხომ ერთი დიდი ბაზარია ჩემო მეგობარო. ხედავ როგორ ქადაგადაოცი. რაც იარაღით არ გვარდება, გვარდება. რითი პატა? ფული. კიდე გაი კლარნეტი თათი. და რაც ფულით არ გვარდება, რითი გვარდება გიო? დიდი. ხვალე $2 მოიტანეთ. შეძენის პარალელურად ტრამპი ეკონომიაზეც გადავიდა. ვენაცვალებ შენი. იგი აჩერებს ისეთ უცნაური პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა მაგალითად მოზამბიკელი მამაკაცების წინადაცვა. არ ხუმრობ, მართლა აფინანსებდა თურმე ასეთ რაღაცას ამერიკა. რა ცუდია, მოზამბიკელი მამაკაცი რო ხარ და ამერიკიდან დაფინანსებას რო ველოდები იმისთვის, რომ წინდაცვეთა გაგიკეთო. წარმოიდგინე მოზამბიკელ კაცს რო დასცინიათ.
შეგიდებ თლიანი გენიტალიები დადიხარო? რა უკრას გააჩერა ეს დაფინანსება და შემიდგორო ვიგრი. ხო დავიტოვაც მოზამბიკში წინ დაუცვეთების აქცია გაიმართა. 100 როდემდე უნდა ვიტანტალოთო. 100. ტრამპმა შანსი არ გაქვთ მამაკაცების წინადაცვას აღარ დავაფინანსებ და საერთოდ ნუღა მიხსენებთ მაგ თემას. ისედაც 1000-ზე მიწევს ვიგრი. ისე რა მაინტერესებს, იცი, აი წინადაცვეთას რა ფინანსებდა. ის წინადაცვეთილი ნაწილები ამერიკას რჩებოდა თუ მოზამბიკს. იცი. რავი, რა თუნდოდა. შევხედე აცმული იყო დაგიდებული. საიცაიღეს მე ვერ გეტყვი. გავარკვევდა გეტყვი აუცილებლად. სამაგიეროდ კი ის ვიცი რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა თვით აღდგენადი ასფალტი შექმნეს. ჩემი თვალით ვნახე სიუჟეტი და გამოვშტერდი გეუბნები ასფალტი თავის თავს ილატკავდა თითო. გასტოპორები. ანუ ბრიტანეთში ორმოში თუ ჩაარტყავ, თავრობას კი არა, თვითონ ასფალტში აგინებ. რო არ აღიდგინა თავი რა, თვითონ რო არ აღიდგინა, როგორ ერთობა რა. შეიძლება პრობლემები გქონდეს. ეს ვინ არიან ეს ბრიტანელები რა, გამაგიშეს კაცო. ხალხს საგინებელს და საწუწუროს აღარ უტოვებს. რად რომ მოვიდა, ხედავთ კაცო, ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს. მათ შორის ასფალტმაც. რაზარმაცი ხალხია რა. ასფალტი უნდა აწვალო კიდე თავის აღდგენაზე. რას მიკეთებს? ლონდონის კეთილმოწყობის სამსახური. უჟევრატოებს ხალხს. იმედია ჩვენთან არ შექმნიან თვით აღდგენან ასფალტს. ჩვენთანაც შექმნილია ეგ დიდი ხანია რომ იცოდე. ოღონდ უყურე როგორ არის ჩვენთან თვით აღდგენადი ასფალტი კი არა, თვით აღდგენადი ორმოებია. ანუ ორმოს თუ ამოავსებენ, ორმო თავს აღიდგენს და ისევ ორმო ხდება. თუმცა ჩვენთან ყველაზე ნაღდები და ხარისხიანები არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც რამდენიც არ უნდა დაუკრაენ, რამდენადაც არ უნდა დაიღალონ, მაინც აღდგებიან და თავიდან უკრავენ. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვახსენებს თვით აღდგენადი ქსოვრანები და გაზიზინებული გიორგი შოშიტაშვილი.